11 თებერვალი 112-ის დაარსების დღეა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვია. გაიმართა სპეციალური ღონისძიება. დღესვე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით 11 თებერვალი 112-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. საქართველოში უკვე 3 წელია, რაც გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი ფუნქციონირებს, ხოლო ევროპის მასშტაბით 1991 წლიდან. 11 თებერვალს ევროპის მასშტაბით აღინიშნება 112-ის დღე. ეს უნიკალური ნომერი მოქალაქეებს აკავშირებს საკუთარ პოლიციელებთან, ექიმებთან, მეხანძრეებთან და მაშველებთან. ცენტრის თანამშრომლები დღე-ღამეში დაახლოებით 25,000 ზარზე ახდენენ რეაგირებას, რაც ნიშნავს, რომ ამ ცენტრის თითოეული თანამშრომელი არის საკუთარი საქმის ჩემპიონი. მე ულოცავ ყველა მათგანს 112-ის დღეს. საქართველოში უკვე მესამე წელია, რაც აღინიშნება დღევანდელი დღე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანია სკოლებსა და აეროპორტში, ასევე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ოპერატორები დაჯილდოვდნენ მინისტრის მადლობის სიგელით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 112 ტურისტებს და საქართველოს ტერიტორიაზე მაღალმთიან და რისკიან ზონებში გადაადგილებულ მოქალაქეებს შესთავაზებს დაკავშირების ახალ ალტერნატიულ არხს, რაც გულისხმობს სატელიტური მოწყობილობის, ეგრეთ წოდებული GPS ტრეკერებით 112-ს და ცდომის უზრუნველყოფას იმ გეოგრაფიული ლოკაციებიდან, სადაც არ ვრცელდება მობილური ოპერატორების დაფარვის ზონა. ეს GPS ტრეკერი განკუთვნილია მთიანი რეგიონებისთვის, სადაც არ არის მობილური დაჭერა. ეს ტრეკერი უკავშირდება სპეციალურ სატელიტებს, ირიდიუმის სატელიტებს, რომლის დახმარებითაც პირდაპირ აღზავნის SMS შეტყობინებებს. ასევე SOS ხილაკს, რასაც ხედავთ. ამ SOS ხილაკზე დაჭერის შემთხვევაში ტრეკერი SOS-გან გარს აღზავნის სატელიტზე ნებისმიერ პირობებში, მთავარია ჩანდეს ცა. ოჯახური ძალადობის გამო შემოსული ზარის წარმატებით მართვისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადმომეცა მადლობის სიგელი, რისთვისაც მადლობას უხდი შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს.